რა, ჩემ ფოტოები მეგონი 2000 წელს დაიბეჭდა ამერიკულ National Geographic-ში. ხო და მართალი რომ გითხრათ, არავითარი გამოცდილება არ მქონდა. ეს მე რავი, ჩემთვის ფოტოგრაფი ვიყავი და უბრალოდ მაშინ ესე მოხდა, რომ ეს აღმოჩენა, რომელიც ამ თავის ქალებთან იყო დაკავშირებული, აქაურობისაც ახალი იყო და რა ვიცი, აი მომმართეს როგორც ერთ-ერთ ფოტოგრაფს და მე ვუთხარი, რომ ცადოთ მეთქი. და რა თქმა უნდა, ორი ნაწილი ახდა ამას. ერთი იყო სამეცნიერო ნაწილი, რომ უნდა გადაგიღო სამეცნიერო ჟურნალებისთვის და მეორე ნაწილი იყო შედარებით მხატვრული და რა თქმა უნდა, იქ უკვე ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი ჭკვით გადავიღე, მოდი ესე ვთქვათ. და ორივემ გაამართლა, მინდა გითხრათ რა. რა თქმა უნდა, სამეცნიერო ნაწილში დამჭირდა მაგალითების ნახვა, რომ თქვათ, სხვა თავის ქალა, თქვათ, აფრიკული ან ფრანგული, როგორ იყო გადაღებული. იმიტომ რომ იქ რაღაცა ძალიან სპეციფიური რაღაცაა და ეს ნაწილი უკვე ძალიან თავისუფლად ახლა რა. ენდობი შენ თავს, ენდობი შენს მხატვრულ ღირებულებებს და გაამართლა ორივემ და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რეალურად მგონია, რომ მე მგონი პირველი შემთხვევა იყო, რომ ქართველი ფოტოგრაფისა დაიბეჭდა თვალწლები National Geographic-ში. და ყველანაირად ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და რა თქმა უნდა, ეს მარტო ის კი არ იყო, რომ ჩემი გამოცდილება. ეს იყო ის, რომ იმის შეგრძნება გეუფლება, რომ თუ ყველა შეუძლია, შენ შეგიძლია. და ეგ დამნიშნულოვანია, იმიტომ რომ იმდენად მაღალი ხარისხის გამომცემლობაა National Geographic-ი, რომ იქ რო სურათებს უყურებ, ну, წინავს, მოდი ესე ვთქვათ და შენ რო ცუდ გამოცემებში უყურებდი შენ ფოტოებს, გოგონა რომ ისინი მაგრები არიან და შენ უბრალოდ შენი ფოტოები არის ცუდი. აი რა განსაზღვრავს ამ განსხვავებას? ხარისხი და პროფესიონალიზმი, რომელიც თვითონ მთელ ჟურნალს გააჩნია, იმიტომ რომ მარტო შენ ხო არ ახარ, შენ ფოტო გადაიღე, მე იქ რაღაცა კომპიუტერული დიზაინერი არსებობს, რომელსაც ეს ფოტო დაამუშავა, მე მეორე დიზაინერი არსებობს, რომელსაც ეს ყველაფერი ჩადო გვერდში, ხარისხი ქაღალდის, რომელიც ეს ყველაფერი იბეჭდება და მე ეს წინვალებას ანიჭებს ამ ფოტოს და შენივე ერთი და იგივე ფოტოს რო შეადარებ, სხვაგან დაბეჭდილს და ხვდები, რომ შენც შეგიძლია. პირიქით, მადლობა თქვენ.